არა ის ციგნები, რომელიც დამისახელა ბატონმა ვეცდები აუცილებლად წავიდით, ხო, მაგრამ ცოტა სხვა სახელმძღვანელოები უწოდოთ, ასე ვთქვათ. მიგვითითებენ თუ გნებავთ იგივე რუსულ პოლიტოლოგიურ წრეებში, ან კიდევ დასავლურ პოლიტიკურ წრეებში, მიგვითითებენ იმაზე, რომ საქართველოს ეს გზა უნდა აერჩიოს, სხვა გამოსავალი მას არ გააჩნია და კიდევ ერთხელ ერთადერთი მიზეზი, რაც ჩვენ არ ვიცით, კიდევ ერთ-ერთი მიზეზი კიდევ, რომ ეს მდგომარეობა გაგვაჩნია, არის ის, რომ საერთოდ არის მსოფლიოში ანტი ბევრი ტიპის განწყობა, ანტირუსულიც არის, ანტიამერიკულიც არის. და ასე შემდეგ ევროპაში მაგალითად 80% თქვენ იცით რა განწყობით არის. ხო, მაგრამ ესე იგი ჩვენ ხო არ ვიტყვით ანტიამერიკული, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ბევრი რამეა მისაღები. ჩვენ ამ შემთხვევაში იმაზეა საუბარი. ძალიან წუხარ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინც ერაყში კიდევ ერთხელ არ მომბეზრდება ამას საუბარი, ვინც წინააღმდეგ მისახმა ერაყში ჩვენი ბიჭები შეხვდა. რითი იყო ეს ნაკალნახევი? რითი იყო ნაკალნახევი, რომ სხვამ არ მისცა წინააღმდეგი? ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს უშეცდომო ნაბიჯი იყო? არა. აქ იყო სწორედ მერკანტილიზმი და აი ამ მერკანტილიზმიდან ჯანდაბად პრაგმატიზმში მაინც გადავიდეთ, ბატონო, და პრაგმატული მიდგომაც დაგვანახეთ, ბატონო, დავით ჩვენ რომ მხოლოდ ეს გზა და მაგალითების მოტანა რუსეთს ეს ვაფხაზ, ბატონო, დავით რუსეთს ახლა ამჯერად ნამდვილად აინტერესებს ჩვენი ნეიტრალიტეტი. მაგრამ თავსმოყრული ნეიტრალიტეტს ახსოვს ისტორია. თავსმოყრული ნეიტრალიტეტი. ეხლა გუში კიდევ ერთხელ გეუბნები იმ ქრონიკაში, რაზეიბერსა ამ ადამიანის ჟურნალისტი რო არის, მისი რაღაც პალატა რო აქვს, აფშერსონა პალატა, იმის შეერჩემო. კაი ვირეშკვატა მაგ შეერჩემო. თვითონ ძალიან ბევრი მოუვიდა და ეხლა აქეთ დაიწყება მოლაპარაკება ტოლვილებზე. ეხლა განახდა ზაგერ 10 წელი მოუგარეებია. ბატონო, წინააღმდეგი ხარ თუ გარანტორად გამოვა რუსეთი, ევროკავშირი? თუ გამოვა, მაგათ რა ჯობია. თუ გადავწყვიტოთ თუა, სათუა, თუ არა, ხომ უნდა გქონდეს ცელობა, ბატონო. ძალიან კარგი იყო ეს ჩვენი ცელობა, გერმანია, ეხლა განახსებული კაცი ქართასო. ნუ გამოგიგეთ რა. იგივე ჩვენი ამირალის ესე ვთქვათ, მითის რა სამძლეველი პრობლემა. გაუნაცებლობას ჩამოგვექცევა ნეიტრალიზმისთვის. არა, თქვენ ვერ გამიგეთ. რასაც თქვენ ამბობთ, აი გადაჭრული ამერიკის ჩვენს მითოლოგიაში, ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიქნებით თავისუფალი სფერასა. რატომ ამბობ, ბატონო? აი, ამასის გავი გაიხსენეს გერმანე რა. რუსები და სპარტელები გაიგდნენ, რომ საქართველოს დედაუტიროთ, ეს ჩემი ისე. თავისუფლებისთვის ბრძოლის პროცესი უკვე არის თავისუფლად მდგომარეობაში. ბატონო დავით, რა გიქხები? აქ ევროკავშირი გაითვალისწინებს, აქ ამერიკა, აქ რუსეთი. ესე იგი მინიმუმ ჩვენი პოზიცია და კონცეფცია არის საინტერესო. აი დავიწყოთ აქედან. დანარჩენი ერთხელ მაინც რაღაცა ავტონომიურ რეჟიმში გადავწყვიტოთ. ვიფიქროთ ქართველებმა მართლაც იმაზე, რომ ჩვენ ვართ პიროვნებები, ყოველთვის ვართ ასე ვთქვათ გარანტი იმისა, რომ ვიყოთ თავისუფალნი პიროვნულად, არა? ერთხელ დავფიქრეთ, რანაირად შეიძლება ამ პიროვნული თავისუფლებათა ჯამი იქცეს ეროვნულ თავისუფლებად. ეხლა უბრალოდ რაღაც გული მომეწურა, როდესაც აი გოჩა იხსენებდა იმას, თუ რამ მიგვიყვანა არასრულფასოვნების კომპლექსამდე. მე უფრო დავამძიმებ ამ მდგომარეობას, ეს კომპლექსი არაა უკვე. ეს არის აი სერიოზული ქრონიკული ავადმყოფობა, რასაც ქვია ჩვენ ქართველების არასრულფასოვნება. კომპლექსი სხვა, არასრულფასოვნება ამ შემთხვევაში ეს უფრო სხვა შრიარი. აი ახლა მესმის რომ ასე ვთქვათ, ენციკლოპედიური ინფორმაცია გაჩნიათ და აი ეს ისტორიული წიაღსულები ხშირად გაბნევს იმ თვალსაზრისით, რომ შენ ვცდილობ როგორმე მიხვიდე რაღაც პოლიტიკურ კრედომდე, პოლიტიკურ დასკვნამდე, გამარტივებულ ფორმულამდე, რომელიც ყველასათვის გასაგები იქნება. ერთადერთი რაც ჩვენ დღეს ყველაზე მეტად გვაკლია ქართველებს, ესაა აი ყველაზე მარტივი სოლის ნიჭი, ესაა ჩვენ დავკარგეთ რეფლექსიის უნარი. ეს არის გასნობიერება იმისა, თუ რანაირად უნდა გამოუწყდეს საკუთარ თავს. საკუთარ თავს რომ გამოუწყდე, მინიმუმ სჭირდება მარტოობა. უნდა განმარტოვდე. აი განმარტოვდეთ. ერთხელ მაინც განმარტოვ. მარტოობა სიბრძნეა.
და აი ამ რეფლექსიის გნებავთ ინტროსპექციის როგორმე მოვქექოთ ჩვენში ის თუ რა ვჭირს ვინმეს ამოჩემებული ჩვენ არ ვყავართ. აი ახლა მეთქვით რომ აქ არის ვება ასე ვთქვათ სტრატეგიების ჭიდილი და ინტერესები არის მართლაც უდიდესი და მართლაც ვება, მაგრამ როდესაც იცი რომ იმის არ იყოს აი ახლა აი ნამეტანი უხეშია, მაგრამ ერთი ანეკდოტით დავახასიათებ მე ჩვენი პოლიტიკა ომამდე. მონადირის ანეკდოტი არის ასეთი ცნობილი ანეკდოტი. კიდე კარგი რომ ეს მე ომამდე ვთქვი, თორე ომის მერე ენა აღარ მომიტრიალდებოდა გასულ. სანადირო დრო წავიდა კაცი და ესე იგი დათს ესვრის, მაგრამ ეს თქვია ვეღარაფერს აკლებს ამ დათს. ერთხელ მეორედ მესამედ და რამდენჯერაც ესვლა თქვია გააგდო ერთხელ, გააგდო მეორეჯერ უკაცრავად და გაუპატიურა ერთხელ, გაუპატიურა მეორედ, გაუპატიურა მესამედ. სად არის შენ ამ თქვათ ვერაკ სტრატეგიას რანაირად უხდები გასულ. რანაირად უხდები, როდესაც იცი რომ ეს შედეგი ასეთი იქნება. ახლა ის უშველის საქმე ეს რომ გაბედნიერებაო, ახლა თელს რუსეთის პოლიტიკურ წრეებს აღმოხსნათ, რომ თურმე რუსეთის მოქალაქე ყოფილა ჩვენი დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამიტომ ეს დააქობს ურთიერთობას. ერთი საგარეო საქმეთა მინისტრი საგარეო პოლიტიკას არ განსაზღვრავს. და მითხარით, ახლა ვინ არის ჩვენთან საგარეო პოლიტიკის განსაზღვრელი, სხვა შორის მე არ ვიცი გამორჩა თუ არა ბატონ გოჩას, მაგრამ მას აი ამ საგარეო და საშინაო პოლიტიკის იდენტობის სრულიად მართლმსახველი დეფინიცია გახლავ მე ინდოქია კომპლიმენტი არ ვეუბნები, რომ ეს განსაკუთრებული ნოუ-ჰაუა, მაგრამ როდესაც ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას ვაგვირდებით, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას, ესე იგი პარადოქსებითაა სავსე, აი წარმოიდგინეთ ასეთი რამ, რომ ყველაზე მემარცხენე დეკლარაციაზე თუ არ ვწდები გზად როცა მოვიდიოდით ვამბობდით ამის თაობაზე, რომ ვერთგულებთ ნატოს, რომ ნატო უალტერნატივია, ნატო ჩვენი ხსნა და მოეცანებათ ეს ასე ვთქვათ ამ ხელისუფლებას არ დაუწყია, ამ ხელისუფლების მომყარმა ხელისუფლებამ დაიწყო ამაზე ლაპარაკი და მოეცანებათ ისიც რომ ამოიწურა ეს ურთიერთობა შევარდნაძისა და ნატო-უნიანის ურთიერთობით. მეტი აღარ გაგრძელებულა, მაგრამ როდესაც ამგვარად დამძიმდა სიტუაცია და ვიცით ახლა ჩვენ რომ ეს იყო ტესტი ერთი სახელმწიფოსი მეორესთვის, ისინი ყოველთვის პოულობენ საერთო ენას, ასე ვთქვათ, ჩვენთან მიდრეკილ სტრატეგიაში და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ქართული პოლიტიკური პარტიები, პირობითად ქართული, ასე ვთქვათ, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ძალიან მძლავრი და მართლაც ჟღერადი ელექტორალური მდგომარეობის მქონენი, ერთმანეთს ყველა აწერს ხელს ნატოზე, ახლა დღეს იგივე პარტიები აცხადებენ რომ არ არის ეს ყველაფერი საჭირო. ხო, ეს ყველაფერი უკვე აღარა საჭირო და აი ამიტომ რატი ჩვენ ვთქვათ ვცდილობთ და უღრესი მადლობა ბატონ დავით თქვენ რომ გვაძლევთ პრაქტიკულად დიდ საერთო დროს ამისთვის, აი ეს უნდა ითქვას თუ რა ჭირს აი ამ ჩვენს ასე ვთქვათ კოლეგებს, ამ ჩვენს კოლეგებს არ ბატონ გერო შეიძლება ბოდიში იქით თქვენთან გადმოვიდეთ. ბატონ დავით, პრობლემა მინდა ჩვენ ტელემაყურებელს უნდა ვიმართოთ. ჩვენ თუ სასწავლოთ მეცნიერებას, მახსოვრობას და პოლიტიკური მეცნიერებამ არ ჭირდება ჩვეულებრივი ადამიანური არ მიმართეთ, ჩვენ არ მოვიძიეთ ეს ყველაფერი, ჩვენ არ ჩავიხედეთ ამ დოკუმენტებში, ამას არ ჭირდება განსაკუთრებული რა ვთქვათ ინფორმაციის განსაკუთრებული წყაროები, არ ჭირდება ამას კომპიუტერების ქონა და უშუალოდ